ჰოპ, დეკანტერი და მასთან დაკავშირებული ატრიბუტებიც სასწაულებრივად გაჩნდა ჩემთან კადრში. მოვახდინოთ ღვინის დეკანტირება. საკეთ გადავდოთ. ეს ღვინო შეგვიძლია გამოვიყენოთ. ჩავასხოთ დეკანტერში. კარგია. ხო, რისთვის გამოიყენება სანთელი? ეს ამას თავის დანიშნულება აქვს. რატომღაც თეთრი სანთელი ვერ ვიშოვე და მაქვს ლურჯი, მაგრამ ამითი მისი ფუნქცია არ შეიცვლება და რა არის მისი ფუნქცია? მისი ფუნქცია, აქვე აღნიშნოთ, არ არის ღვინის შეთბობა, როგორც ხშირად გონიათ ხოლმე. მას აქვს ერთადერთი დანიშნულება, იგი გამოიყენება შუქის წყაროდ. შუქის წყაროდ იმისთვის, როდესაც ჩვენ ღვინის დასხმას ვიწყებთ დეკანტერში, უნდა მოვათავსოთ ეს შუქის წყარო, ამ შემთხვევაში სანთელი, ისე რომ მისგან წამოსულმა შუქმა გაიაროს ღვინის ბოთლის კედელში და ღვინოში და აი ამ ადგილზე ბოთლის ყელთან დაახლოებით აქ რომ ჩვენ ადვილად შევამჩნიოთ შესაძლო ლექი, რომელიც, რა თქმა უნდა, დასხმისას, როდესაც ბოთლი გადმოყირავებულია, მოდის ბოთლის ყელისკენ და შევწყვიტოთ თავის დროზე დასხმა ღვინის და ეს ლექი არ გადმოყვეს დეკანტერში თუ სხვა ჭურჭეში, რომელშიც ვასხავთ ღვინოს. შევეცდები ესე დამჯდარ მდგომარეობაში დეკანტირებას პირველად ვაკეთებ. აღნიშნავ და მოდი აბა ვნახოთ, ეს განათებაც კარგად მეხმარება და სანთელიც შვენივრად მეხმარება. მოდი, კი ბატონო, ყველაფერი წესრიგშია. ხო, სითხეში არ გვაქვს ნალექი, ღვინოს არ მოყვება. აბა ნახოთ ძირში თუ არის რაიმე დალექილი. შესაძლოა წარმოქმნილი ნალექი ისე იყოს გამაგრებული, რომ ძირში დარჩეს. არ არის. ძალიან ოდნავ შეიმჩნევა მცირე ნაწილაკების სახით. კარგია. ეპიზოდის სრულად შეგიძლიათ ნახოთ YouTube-ზე.